მეგან კელი კარგავს გამომწერებს მას შემდეგ, რაც აცხადებს, რომ სრულად უჭერს მხარს მუსლიმ ამომრჩეველსა და მუსლიმ მაყურებელთა ბაზას. ბიჭებო, ძალიან საცოდავია, როცა მედიის სფეროში მოღვაწეს დასულები ავიწყდებათ, რომ ინტერნეტი ყველაფერს იმახსოვრებს. დაიმახსოვრებთ, როგორ ქონდა მეგან კელის რამდენიმე თვის წინ მტკიცე პოზიცია და ამბობდა, რომ უნდა ვიბრძოლოთ ისლამური დაპყრობის წინააღმდეგ. და აი უცებ ახლა ამას ზეიმობს. ღმერთო, ეს გულისამრევია. ანუ, შეხედეთ ამას ერთი წამით. ეს Nate Livingstone-ის Milk Bar TV-დანა. შემთხვევითობაა, რომ მეგან კელი ყოველდღიურად საშუალოდ 1000 გამომწერს კარგავს და ბოლო თვეში 30000 გამომწერი დაკარგა. და ახლა უცებ მას ახალი სიმპათია გაუჩნდა ისლამისა და მისი მნიშვნელოვანი აუდიტორიის მიმართ. არა, ეს არ არის სიურპრიზი, რადგან ამ ადამიანებს მორალი არ აქვთ. ისინი მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი აუდიტორიის რაოდენობაზე ზრუნავენ. და ეხლა ამასაც ხედავენ. საუკეთესო რამ, რაც შეგიძლია გააკეთო, არის გახდე ამ ახალი მემარცხენე კულტის ნაწილი, რომელიც თავს მემარჯვენედ ასაღებს. რომელიც იქით ამ მხარეს აქტიურად უჭერს მხარს და ეპირფერება ისლამისტებს. რადგან ესმით, რომ ისლამისტები რიცხობრივად ბევრნი არიან და ისლამისტებს უყვართ ყველა, ვინც უბრალოდ გამოვა და ითქვის, რომ ისლამი საოცარია. ამიტომაც ისინი იცვლიან მიდგომებსა და ტაქტიკას და გულწრფელად რომ თქვა, ეს სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ის როგორღაც ახერხებს და ყველაფერს ისრაელს აბრალებს. ეს ისრაელის პრობლემაა. ებრაელებმა მანიპულაცია გაუკეთეს მას. მოდით ვნახოთ, რასთან გვაქვს საქმე, რადგან მართლა დიდი ალიაქოთია. მოგესალმებით გადაცემაში Pushback-ი. მე ვარ მეირა ქეი, თქვენი წამყვანი. დარწმუნდით, რომ გამოიწერთ არხს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ გაავცელოთ ეს ვიდეო, რათა ეს ამბავი ყველამდე მივიდეს. ხალხმა უნდა შეწყვიტოს ნდობა ამ ფსიქოტიკური ქალის მიმართ, რომელსაც უბრალოდ ამ ეტაპზე სხვა სიტყვები აღარ მაქვს. და რადგან სიტყვები არ მყოფნის, გადავწყვიტე Dave Rubin-ის შესანიშნავი აზრები გაგიზიაროთ ამ თემაზე. მინდა ძალიან ფრთხილად ვიყო ჩემს სიტყვებში. რა ურპირი და ბუროტი ძუკნა გახდა ის. და დიახ, Dave მართალია. მოდით ვნახოთ ეს ვიდეო, რაზეც ყველა აღშფოთებულია და გავიხსენოთ, რას წარმოადგენდა მეგან კელი სულ რამდენიმე თვის წინ, სანამ მაყურებლებს ფსიქოპათებთან კარგავდა. როგორც კი თქვა, რომ წუხს, რომ ტრამპს მხარი დაუჭირა, მამის გამო ნანობს და ფიქრობს, რომ უნდა გამოისყიდოს ეს. და მისი შოუ კარგად მიდის. არ არის ისე თითქოს მაყურებლის ნაკლებობა აქვს, მაგრამ მგონია რომ ხდება. აქ შეიძლება ახალი მსმენელებიც გამოჩნდნენ. იცი, ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა. მუსლიმ მაყურებლებში წავიკითხე, რადგან ის ისლამის დაცვას ცდილობს, ხომ გესმის? და უნდა გითხრა, მარკ, ეს ისაა, რაც შევამჩნიე მას შემდეგ, რაც ისრაელზე უფრო ნათელი წარმოდგენა ჩამომიყალიბდა. ბევრი ანტიმუსლიმური რიტორიკა, რაც ვრცელდება, მოდის ადამიანებისგან, რომლებიც ძალიან პროისრაელელები არიან და სჭირდებათ, რომ ჩვენ მუსლიმები დემონებად წარმოვაჩინოთ. და ბოლო დროს გადავხედე ჩემს საკუთარ რიტორიკას ამ თემაზე, რომ ვიკითხო, მაგალითად ხომ არ ვიყავი მანიპულირებული. Სტილობ რომ არ მოვექცე მანიპულაციის ქვეშ, მაგრამ ვფიქრობ, მას ბევრი მუსლიმი მაყურებელი ხავს, რომლებიც მასთან მიდიან. Ზუსტად ვიცი, რომ მასთან ბევრი ახალგაზრდა მამაკაცი მიდის. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ მან შეიძლება დაკარგა Fox News-ის აუდიტორიის ნაწილი, რომელიც ძალიან პროისრაელურია და ხო იცით, პროტრამპულია და არაფრის თქმას არ გაპატიებენ ტრამპზე. თითოეული იმ ადამიანისთვის, ვინც მიდის, არის ახალი, უფრო ახალგაზრდა მაყურებელი, რომელსაც სურს, რომ ეს ტრადიციული შეხედულებები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს და სურს მოისმინოს ახალი დამოუკიდებელი აზროვნება. ვგულისხმობ ამას თავადაც გძნობ და ტაკერი ალბათ 10-ჯერ მეტად. ამ კონტენტმა პირდაპირ გულისრევა მომგვარა. გსმენია ოდესმე ვინმე, ვინც ასე ძალიან ეპირფერება ისლამურ შეხედულებებს. გონია, რომ შეიძლება პროისრაელის ლობისტებმა მოგვატყუეს. გადამხვევა, რომ ისინი, ვინც ლოგიკურად აზროვნებენ და ნათლად ხედავენ ყველაფერს, კარგად ხვდებიან, რომ ისრაელი მტერი არ არის, ხოლო ისლამისტები არიან. ეს ორი რამ ერთმანეთს უკავშირდება. და უნდა დავბრუნდე, გადავხედო ჩემს რიტორიკას და ვთქვა, რომ შეიძლება მართლა მომატყუეს, არ მინდა აღმოვაჩინო, რომ მანიპულირებული ვიყავი. განსაკუთრებით ეხლა, როცა ვხედავ, რომ ტაკერს ახალი დიდი აუდიტორია ჰყავს, რომელიც მასთან მიდის, იმიტომ რომ ის ისლამისტების მლუკავი გახდა. ამიტომ იქნე მეც ასე უნდა მოვიქცე, რადგან თელ ჩემს აუდიტორიას ვკარგავ. ღმერთო, ეს იმდენად გულისამრევია. დიახ, ის აზრს იცვლის, რადგან შეგახსენებთ მის ამ შესანიშნავ ვიდეოს, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ გადაიღო. ღმერთო, ეს ჭკუიდან შლის, მართლა ძალიან ბრაზდები. ისლამი არ შეესაბამება ამერიკისა და დასავლეთის ღირებულებებს. მათ უნდა დარჩნენ იმ ქვეყნებში, სადაც ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნას მნიშვნელობას არ ანიჭებენ. მათ უნდა დარჩნენ იმ ქვეყნებში, სადაც თავისუფალი სიტყვის დაცვას მნიშვნელობას არ ანიჭებენ. მართალია, ზუსტად ამაზე უნდა ზრუნავდნენ, ამ საკითხებზე უნდა ფიქრობდნენ.
ბოდიში. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მე ბოლომდე არ გავაკრიტიკე მეგან კელი. რადგან ვფიქრობდი, რომ იცით რა, სულ მცირე. ის ხედავს, რომ ჩვენ ერთსა და იმავე მპერსს ვებრძვით. შეიძლება ის ცდებოდეს, როცა ფიქრობს, რომ სინამდვილეში манипуляტორი ისრაელია, მაგრამ სულ მცირე ესმის, რომ ისლამი პრობლემაა. და ამასაც გეტყვით. ფიქრობ, ამ ეტაპზე ჩვენ ეგზისტენციალურ კრიზისში ვართ. რაც ნიშნავს, რომ მზად ვარ ნებისმიერ ადამიანთან გავერთიანდე. თუნდაც ზოგ საკითხში კატეგორიულად არ ვეთანხმებოდე. თუ ის ხედავს, რომ აქ მთავარი პრობლემა გადასაჭრელია. და ვფიქრობ, ეს სრულიად ლეგიტიმური პოზიცია. შეგიძლია იპოვო ადამიანი, ვისთანაც ბევრ საკითხში არ ეთანხმები, მაგრამ მაინც ესაუბრო მას, თუ ერთ საერთო რამეს მაინც იპოვი. და მაინც ამ ქალმა, ამ ორ პირმა, ძუკნამ, როგორც დეივ რუბინმა ძალიან ელეგანტურად დაახასიათა, აი ესეთი პოზიცია დაიკავა. და მე ვიგრძენი, რომ ხო იცი რა, კარგი, იყოს ასე. არ მომწონს ის, ვფიქრობ ცდება, ვფიქრობ კარგად არ არის და მგონია რომ აკვიატებული აქვს, რომ ხალხი ცდილობს უყუროს მას. და ეს ჩემთვის უბრალოდ სამწუხაროა, რადგან ეს ნიშნავს, რომ შენ უარს ამბობ საკუთარ მორალზე. მე კი მხოლოდ იმ ადამიანების ყურება მიყვარს, ვინც თავის მორალს იცავს და უკან არიხევს. მაგრამ ეს. ისინი უნდა დაჩნენ იმ ქვეყნებში, სადაც ქალთა უფლებებზე არ ზრუნავენ. სწორედ იქ შეუძლია ისლამს ჩაიბუდოს და გავრცელდეს. ეს შესანიშნავია. გულისხმობ, დარწმუნებული ვარ, თუ ეს შენი საქმეა და გენიტალიების დასახიჩრება არ გაწუხებს, შეიძლება მართლაც მოგეწონოს ისლამურ ქვეყანაში ცხოვრება. თუ არ გაწუხებს, რომ ქალის ცხოვრებაში უნდა დაფაროს სხეულის ყოველი სანტიმეტრი, თვალების გარდა, ხო? შეიძლება ახლო აღმოსავლეთში ცხოვრება შენთვის იყოს. მე ეს არ მომწონს. ეს არც ამერიკის საქმეა. და არც ისაა, რაც ჩვენ დასავლეთში უნდა გვინდოდეს ან წავახალისოთ. ვფიქრობ, მან გაიგო. კარგი. ეს იყო იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი. 5 თვის წინ ამ ქალმა ძალიან ლამაზად ისაუბრა და თქვა: ეს დასავლეთთან შეუთავსებელია. თუ გენიტალური დასახიჩრება მოგწონს, წადი ავღანეთში. აქ ნუ მოხვიდე. ძალიან მარტივია, ძალიან ადვილი. და ჩვენ ყველანი ვიყავით ასე. კარგი, მეგან, საშინელი ადამიანი ხარ, მაგრამ მართალი ხარ. ეხლა შეგახსენებ, ლაზე გადაიფიქრა მან ამ 5 თვეში. ისევ იმ კონტექსტში, რომ ყოველდღე 1000 გამომწერს კარდავს. შეიძლება აქ ახალი მსმენელებიც არიან, იცით, ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა. მუსლიმ მაყურებლებში მხარდაჭერას იძენს, რადგან ისლამს იცავს, ხომ იცით? გამონდა გითხრა, მარკ. ეს ისაა, რაც შევნიშნე მას შემდეგ, რაც ისრაელს უფრო ფხიზელი თვალით შევხედე. ბევრი ანტიმუსლიმური რიტორიკა, რაც ვრცელდება, მოდის ადამიანებისგან, რომლებიც ძალიან პროისრაელურად არიან განწყობილნი და სჭირდებათ, რომ ჩვენ მუსლიმები დემონებად წარმოვაჩინოთ. და ბოლო დროს გადავხედე ჩემს საკუთარ რიტორიკას ამ თემაზე, რომ თქვა, მაგალითად, ხომ არ მანიპულირებდნენ ჩემით. მინდა დავრწმუნდე, რომ არ მანიპულირებენ ჩემით. ისლამოფობია არ არსებობს. თქვენ არა მხოლოდ გაქვთ უფლება, ასე ვთქვათ, გეშინოდეთ ისლამის. მე ვითხოვდი, რომ თქვენი ქრისტიანული ვალია, რომ აღუდგეთ და ებრძოლოთ მას. მასთან ბევრი მუსლიმი მაყურებელი მიდის. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მან შეიძლება დაკარგა Fox News-ის აუდიტორიის ნაწილი, რომელიც ძალიან პროისრაელურია და იცით, პროტრამპულია და არაფრის თქმა არ შეიძლება ტრამპზე. ყოველი წასული სანაცვლოდ კიდევ ერთი ახალი და უფრო ახალგაზრდა მაყურებელი მოდის, რომელსაც სურს მოისმინოს, როგორ აყენებენ ეჭქვეშ ტრადიციულ შეხედულებებს და ახალი დამოუკიდებელი აზროვნება. გულისხმობ, ამას თავადაც ვგრძნობ. ეს არ შეესაბამება დასავლეთის ან ამერიკის ღირებულებებს. ამიტომ არ გაქვს, არ უნდა გქონდეს პრობლემა, რომ წინააღმდეგობა გაუწიო ამას, ისლამს. ეს არის იმდენად გულისამრევი, საზიზღარი და დამამცირებელი მლიქვნელობა ისლამისტური ამომრჩევის მიმართ, იმ იმედით, რომ თუ ის უბრალოდ გამოვა და გააკეთებს იმას, რასაც დაგერ კარლსონი აკეთებს და იტყვის: გამოჯობა, ხო, მოდი მიყურე, მე ისეთი ანორექსიული ვარ, ჯობია მიყუროთ ყველამ, მოდით მე ლამაზი ვარ. მთელი სახე მაკიაჟით მოხს და გამომწერები მეკარგება, ამიტომ ზუსტად იმას გავაკეთებ, რაც ტაკემმა გააკეთა. ეხლა მლიქვნელობას დავიწყებ. თქვენთან და საბოლოოდ დავკარგავ ჩემს მორალურ უპირატესობას. და სწორედ ამან მომიტანა თავიდანვე ამომრჩევლები. თუ გგონია, რომ ეს მას გამოუვა, მეგან კელი, შენ უკეთესი სტრატეგი გჭირდება. გჭირდება ვინმე, ვინც სიმართლეს გეტყვის. და ყველა იმ აბსოლუტურ იდიოტს, ვინც ამბობს, რომ ანტიისლამური რიტორიკა პროისრაელურ ლობიდან მოდის, დიახ, იმიტომ რომ პროისრაელურ ლობს თვალები ახელილი აქვს და ხედავს რა ხდება, როცა ისლამო გაბატონებას უშვებ. ხოცვაჟლეტა ხდება და ჩვენ ხოცვაჟლეტა არ მოგწონს. ასე რომ იქნება ამიტომ ვეუბნებით ხალხს. გამოჯობა. ფრთხილად იყავით. ხოცვაჟლეტა თქვენკენ მოდის. იმიტომ რომ გჯერათ თუ არა, არიან ადამიანები, რომლებიც რეალურად უფრო მეტად აფასებენ რაღაცებს, ვიდრე თავიანთ მაყურებლობას. ვინც ფიქრობს, რომ ადამიანების გადარჩენა მკვლელობისგან ან დასახიჩრებისგან უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გამომწერების დაკარგვა? ო, დიახ.
და მე რა თქმა უნდა ვგულისხმობ ბენ შაპიროს და იმ ადამიანებს, რომლებიც პოზიციას იკავებენ. ცხადია ბენ შაპირო აქვეყნებს პოსტებს, რომ მეტი ნახვა და ყურადღება მიიპყროს, ხო ასეა. მეტი ნახვა მოიპოვე, რაზეც მეგან კელი პასუხობს, თითქოს ძალიან ჭკვიანია. შენ ხო კომპანია გაქვს გადასარჩენი. არა, მეგან კელი, როგორც ჩანს, შენ გჭირდება გადარჩენა და ეს წარმოუდგენლად სამწუხაროა. გახსოვდეს ქერა, ცნობილი ამერიკელი. იცი რას გაუკეთებდნენ ისლამისტები ასეთ ადამიანს? იცი რა მოუვიდოდა მეგან კელის თუ ის ეგვიპტურ პროტესტზე აღმოჩნდებოდა? შენ ძალიან კარგად იცი. და ეს სამარცხვინო და საძაგელია. იყო ადამიანი, რომელიც ასე აშკარად ცდილობს ისლამისტი მაყურებლების მოზიდვას თავის არხზე. როგორც არ უნდა იყოს, ღმერთო ჩემო, ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იყო მისი მხრიდან. და თუ ჯერ კიდევ არ გახდა ნათელი, სად დგას ის სინამდვილეში, ვფიქრობ, ჩვენ ყველანი უკვე ერთ აზრზე ვართ. მადლობა ყურადღებისთვის.